მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. გარდა ბიზნესისა, გარდა ქველმოქმედებისა, კელა ბარკალაიამ ძალიან დიდი გზა გაიარა. ძალიან შორი გზა გაიარა და ბევრი რამე იცის. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. და ვაკეთებ კიდევ. არ ყოფილა ისე, რომ კელა ბარკალაიას თვე არ გასულა ისე, რომ სადაც ვიყავი იქიდანაც ვიღაცას რო არ დახმარებია. მე როგორ იყენებს ეს ადამიანები ეს მაგათი ნება, მე სულით და გულით ვეხმარებოდი, ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები. უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრა და სწორად გამიგეთ. ესეთი საკითხები დადგა, რომ მოიმატა ქველმოქმედებამ რაღაცა კუთხით და ხდება ესეთი რამ. აი მაგალითისთვის ჩვენ კომპანიას ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვათ დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც თქვათ ვერ გადაადგილდებიან, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს და ზოგჯერ გთხოვენ და კაცურში რო არ დაეხმარო. დღემდე ამას ვაკეთებდით, როცა იქ რო ვიყავი, იცის ახლა მთელმა ქვეყანამ, სადაც იქიდან თვე არ გასულა, რო არ დავხმარებოდი. მაგრამ არ არის კელა ბარკალაია ის კაცი, რო დადგეს, წეროს და ვიღაცებს უმტკიცოს, რომ მე რამდენი ქველმოქმედება გავაკეთე, ან ვის დავეხმარე. ეს ყველა იმ ადამიანებმა იციან. ახლა საკითხი დადგა ესე, რომ აი თქვათ, აი მაგალითისთვის ავიღოთ მოვიდნენ ახალგაზრდები, დამირეკეს, მომწერეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან 4 რაიონიდან და ვერ გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, ეს ისეთი თემაა, რომ თუ რამე არსებობს გამოსავალი, უნდა გამონახო და უნდა დაეხმარო. ეს არ არის ავტომობილი, ეს არ არის სხვა ისეთი ნივთი, რომ მობილური ან რამე, არა. ეს ისეთ ნივთზეა საუბარი, რომელიც აი ამ ახალგაზრდა ბავშვებს ყოველდღიურად ჭირდებათ, ხო? ამის უმისოდ გადაადგილება არის ძალიან ძნელი. და მთხოვეს მეყიდა მათთვის, რასაც ვეძახით ჩვენ კალიასკა, გადასაადგილებელი. აი ამ ახალგაზრდებს გააჩნიათ საბუთი, რომ ესენი არიან შსმ პირები. ამ დროს უკვე თავთ მოდის, ვამბაჟებთ და ავიღოთ მაგალითი. ერთი ცალი ჯდება 5000 ლარი. ეს არის კარგი, რასაც ეძახიან, აი ავტომატურად რო გადაადგილდება, გადმოადგილდება უფრო ადვილად რა თანამედროვე. ვამბაჟებთ. აი ავიღოთ მაგალითი. გადავიხადეთ 10000 ლარი. ვამბაჟებთ და ვიხდით 18%-ს. მოგვაქვს კომპანიაში და მინდა რომ რამენაირად გავახარო, ვაჩუქო, მოვეფერო, კიდევ მასთან ერთად რაღაცა გაუკეთოთ, აქ მოვიყვანოთ და ესე ხდება მთელი ჩემი ცხოვრება. და ახლა რაც ხდება ამ ბოლო დროს, მეუნებიან ესეთ რამეს ბუღალტრები, გუშინ წინ იმის წინ, რომ ბატონო გელა, თქვენ როცა ჩუქნით, ეტლი იქნება თუ სხვა ნივთი, აი ნებისმიერი. ავიღოთ ეტლი, ოპერაცია, ავტომობილი,
თქვათ საათი, მობილური, ამ შემთხვევაში თქვენ იმ ნივთის თვით ღირებულებას ამბაჟებთ 18%-ით და როცა უკვე ამას თქვენ ჩუქნით მაგალითისთვის 10,000 ლარიან ნივთს ჩუქნით ჩვენ თურმე ვიხდით კიდევ გადასახადს. რა არის ეს გადასახადი? მთლიანად თვით ღირებულების 18%-ს. და თქვენ წარმოიდგინეთ, გელა ბარკალაიამ თურქეთში შეიძინა ეტლი, მოიტანა 10,000 ლარის 18% გადაიხადა, მომაკ ჩუქნი და მერე თურმე მე უნდა გადავიხადო კიდევ მთლიანად მოგების გადასახადი არა ამ 10,000 ლარის წარმოიდგინეთ თქვენ 18%. მე ამას ვერ წარმოვიდგენდი, არ დაუჯერე ჩემს ბუღალტრებს და ჩემს სამეგობროში, ვისაც ვიცნობ აუდიტებს, 2-3 აუდიტს გადაუგზავნე ეს მასალა. ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ადამიანი, რომელიც არის კალიასკით გადაადგილდება და მას გააჩნია პრობლემები, ვერ კი გავამბაჟებთ, მაგრამ თუ მთლიანი ღირებულების 18% იქნება გადასახდელი, ამას ვერ წარმოვიდგენ. აქ ამ წუთას ამაზე არაა საუბარი ამ 4 წელზე. აქ საუბარია გუშინ წინ, იმის წინ რაც გავაკეთეთ და მომავალში რასაც გავაკეთებთ. აი მსგავსი რაღაცა თქვათ. ერთი ქალბატონი არის რაიონიდან, ახლა სახელს არ დავასახელებ და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ რამენაირად შვილი, ძალიან კარგი შვილი ყავს და უნდა რომ რამენაირად სწავლის ფული გადაუხადოთ. და მეუნება ჩემი ბუღალტერი, მეუნება აუდიტის სამსახური, რომ რა თანხასაც გადაუხდი, მისი 18% უნდა გადავიხადო მთლიანობაში. აი სიტყვაზე ვთქვათ, აი ეს შემოვიტანე, გავამბაჟე, ზუსტად რო იყოს გასაგები, გავამბაჟე, მომაკ, ჩუქნი, ვისაც ჩუქნი საბუთი აქვს, ეს არის აქ პრობლემა. ვისაც ჩუქნი ამას საბუთი აქვს, რომ ეს არის ეტლი და აი ამას ჭირდება და იმას აქვს, რომ ის ავად არის და ამის დამადასტურებელი საბუთი. და არა, მეუნება. უნდა გადაიხადო მთლიანად მოგების გადასახადი არა, მთლიანად თვით ღირებულების 18%. გინდა ოპერაცია დავაფინანსოთ ბიზნესმენებმა ჩვენ და გინდა ნებისმიერი ნივთი ვაჩუქოთ. მე ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ნებისმიერი სხვა თქვათ ჩუქების შემთხვევაში, აი მობილურია, საათია, თუ სხვა ნებისმიერი რამე, კი ბატონო, დაუშვათ, დაიბეგროს, მაგრამ ჩვენ ვის ვჩუქნით, ხო ვიცით და საბუთი არსებობს და ეს მე ვერ წარმომედგინა. მე ახლა ყოველ დღე შემოდის, ხო? დამეხმარე ძალიან ბევრი განცხადებები შემოდის. და არავინ ეს არ იცის. აი ეს 90-მა ალბათ 95%-მა არ იცის. ეს თვით ბუღალტრების იქით არავინ არ იცის. და მინდა უბრალოდ თქვა, რომ ეს არ შეიძლება. ეს არაფრით არ შეიძლება. ქვეყანა როცა ამოდენა ქვეყანას ისეთი გაჭირვება არაფერი არ აქვს, რომ ეს დაიბეგროს და ამ შემთხვევაში ჩვენ ამას უბეგრავთ ამ გადასახადით, ეს მე არ მიმაჩნია მიზან შეწონილად და რა თქმა უნდა ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ ეს რამენაირად მინდა ამ პარლამენტარებს თხოვო, ხო? ისეთ რაღაც კანონებს რო ღებულობთ,
რაღაც კანონებს რო ღებულობთ, ხო შეიძლება აი ერთ დეპუტატს ეს გაახსენდეს, ეს საკითხი დააყენეთ და ეტლი მაინც გავანთავისუფლოთ გადასახადიდან. ეტლის შემოტანა მაინც არ გავამბაჟოთ. ეტლი ოპერაცია და ასე შემდეგ. ახლა მეუნებიან ისეთ რამეს. აი ახლა მეუნებიან ესეთ რამეს. აი როგორ უნდა თქვათ გავაკეთოთ. აი მაგალითად რაღაცა აი სიკეთე როგორ გავაკეთოთ, აი ვეუნები აბა სიკეთე როგორ უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა გადაიხადო ეს თანხა. გასაგებია, ხო, ვიხდით. თუ გადავიხდი 10,000, იმ 5,000-ს გადავიხდი. თქვათ, მაგრამ არ არის ეს პარლამენტარებს მინდა უთხრა. ნებისმიერ პარლამენტარს მე ჯერ ვთქვი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ არ არის ოპოზიცია, ეს საკითხი სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი. ამას მე ვამბობ ჩემი ბიზნეს ასოციაციის სახელით და ეს მოსაგვარებელია. ახლა მეუნებია რომ შენ თუ გინდა ქველმოქმედება გააკეთო, არსებობს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, თელავში, თბილისში, კასპში რაღაცა ორგანიზაციები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, იქ უნდა ჩავიდი ახლა მე კასპში ან თელავში, იქ უნდა მიუტანო ეს აქტი უნდა გაკეთდეს და უნდა დაახლოებით 7 თვე რომ მე ეს საჩუქარი ამ ახალგაზრდებს გადავცე. მე ვთვლი გელაბარკალაია და ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რომ ეს თუ რამე ამ ქვეყანაზე არის არასწორი, ეს არასწორია. ზოგჯერ არის რომ ადამიანს ოპერაციის გაკეთება ჭირდება და ჩვენ რაღაცას ვთხოვენ 2,000, 3,000, 5,000, 10,000 და რაღაცით ვეხმარები და ჩვენ ამ დროს მეუნები რომ შენ თლიანი ამ 10,000-ით უნდა 10,000-ის 20% უნდა გადაიხადო კიდევ დამატებით ეს არის მე არ ვიცი მიუღებელი. მე გთხოვთ ყველას პარლამენტარებს მინდა ვთხოვო, კარგი ბატონო, ეს არ არის ავტომობილი, ეს არ არის მობილური, ეს არ არის საათი, ეს არ არის ის ნივთი, რომელიც აფუფუნების საგანი იყოს, მაგრამ ეტლი, ოპერაცია და მსგავსი საკითხები მაინც უნდა იყოს განთავისუფლებული, გადასახადიდან უნდა იყოს 0. გისურვებთ წარმატებებს.